ვთამაშობ ტრაგიკულ ქალს, ეს არის ჟენია. და როგორ გითხრათ, იცით, ადამიანი, რომელიც არის განადგურებული, ცხოვრებისგან დათრგუნული, მას შვილი არ ყავს და შვებას პოვებს ერთ-ერთ გოგონაზე, რომელიც ფსიქიატრიულში წევს. მაგრამ ეს გოგონა, ეს პერსონაჟი არის მოთავსებული სულტყუილად, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან უნდა რომ დაეხმაროს ამ გოგოს და როგორ მოახერხებს და რანაირად მოახერხებს. ამას ალბათ თქვენ თვითონაც ნახავთ. ჩემი გმირი არის გოგონა, რომელიც უსამართლოდ არის გამომწყდეული ფსიქიატრიულში, აბსოლუტურად უსამართლოდ და იბრძვის თავის გადარჩენისთვის. რამდენად ახერხებს, როგორ მოახერხებს და როგორ ცდილობს, რომ თავისი თავი გაიმხიარულოს და გაუძლოს ამ ყველაფერს, მაგას მაყურებელი ნახავს. არის ძალიან რეალური გმირი და საერთოდ ეს ამბავი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული ეს პიესა. და ძალიან ბევრ ადამიანს შეხვედრია ეს უსამართლობა ცხოვრებაში და ჩვენც მაგას ვაჩვენებთ დღეს. დავალების პირველი ნაწილი. ეხლა მე მეჩქარება. მოიცა შენი არა პაიმანი, ეხლა მე კიდევ გაგიშება მინდა, ნორმალურად ამიხსენი რა ხდება, გთხოვ. ეხლა შენი ტოლი იქნებოდა. ოთხითვის მეხმძიმე ვიყავი რომ დავქვრივდი. მარტო ვზრდიდი. დღეს გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში მორიგი პრემიერა სპექტაკლისა სახელწოდებით თეთრი კრავის დღე. ეს გახლავთ ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ეხება ადამიანის ბედს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდება სულთ დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. პიესის დედას ეხლა შინაარს არ მოვყვები, ამას თქვენ თვითონ ნახავთ მაყურებლები. უბრალოდ ვიტყვი, რომ სპექტაკლი შეეხება ადამიანის ბედს, რომელმაც დინების წინააღმდეგ დაიწყო სიარული, ანუ არ ჩაჯდა იმ ტრადიციული ჩარჩოებში და სტერეოტიპულ აზროვნებაში, რაც გაბატონებული არის გარშემო მთლიანად საზოგადოებაში და ხმა იმაღლა რაღაც უსამართლობების წინააღმდეგ. თუ რა დაემართა შემდეგ მას აი ამის გამო და რა გადახდა და როგორ იცხოვრა და როგორ განვითარდა შემდეგ მისი აი ამ დაწესებულებაში ყოფნა, ამას მაყურებელი თავად იხილავს.